ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტომობილების შესადენად დაზღვევისა და რეაბილიტაციისთვის სამთავრობო უწყებებმა $1,000,000 ლარზე მეტი დახარჯეს, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის თავმჯდომარე. ლაშა ადამია მაჭერის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ ტრანსპორტის ხარჯებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ყველაზე მეტი თანხა დაახლოებით $220,000 ლარი ამ მიმართულებით უმაღლესმა საბჭომ დახარჯა. მთავრობის მიერ ტრანსპორტისთვის გაწეული ხარჯი კი $195,000 ლარს აჭარბებს. სიაში მოხვდა რეგიონის 4-ვე სამინისტრო, რომელთაგან ყველაზე ნაკლები დანახარჯი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს. ლაშა ადამიანს თავამაიშვილის უწყებაში უპასუხეს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის ლადომ გალობლიშვილის განმარტებით, ავტოპარკის გასაახლებლად სამინისტრო მნიშვნელოვან თანხას არ ხარჯავს. ამაში არ არის გათვალისწინებული საწვავის ხარჯები და მინდა რომ თითოეულმა მათგანმა შეაფასოს რამდენად ადეკვატურია ეს ხარჯები გატარებული საქმიანობის. მინდა ყურადღება გაუსვას ამორჩეულმა, რომ უმაღლესმა საბჭომ დახარჯა $200,000 ლარზე მეტი და რამდენად შეესაბამება დეპუტატების ჩატარებული ღონისძიებები, მათი აქტივობა და მათი მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი, კავშირი ამ გაწეულ ხარჯებს. ჩვენ ყავს 5 მანქანა, 5-დან 4 არის ახალი და მასზე გარდა ესე ვთქვათ, ზეთი შეცვლისა და საბურავი შეცვლის არანაირი ხარჯები გაწეული არ არის. ერთი ყავს მოძველებული მანქანა 2007 წლის ნიშნება, რაც მასზე საჭიროებიდან გამომდინარე ხარჯი თქონდა გაწეული იქნა. თუმცა ეს არის ძალიან მიზერული თანხები. ხო და ახლა მართალითაც ჩემთვის აბსურდულია თუ მანქანა სამსახურს ემსახურება და გაბუშტა, არ შევაკეთო, არ ვიაროთ, ეგ არ მესმის.